აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 40 ბავშვი საბერძნეთში გაემგზავრება. 10-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდები ხალკიდის მუნიციპალიტეტის დაბა სკიოში არსებულ საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში 2 კვირის განმავლობაში დაისვენებენ. ბავშვებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები ჩატარდება, მათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები გააცილებენ. დევნილი მოზარდები საქართველოში 4 სექტემბერს დაბრუნდებიან. საზაფხულო პროგრამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ათენის მერიის მხარდაჭერით იმართება. აფხაზეთის მთავრობა ახორციელებს სოციალურ პროექტს, სადაც რომლის მეშვეობითაც დევნილ ბავშვებს უშვებს საბერძნეთის რესპუბლიკაში, ათენის მერიის სტრუქტურულ ბანაკში, დაბა აგიოს ანდრიაში. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის მთავრობა ესეთ პროექტებს უკვე სისტემატიურად ახორციელებს და შესაბამისად ეს წელს უკვე ერთ-ერთი პირველთაგანი არის. ამას მოყვება უკვე სხვა დანარჩენი პერმანენტული ღონისძიებები. ეს არის საერთაშორისო ბანაკი, მულტიკულტურული ბანაკი, სადაც ქართულ ბავშვებთან ერთად დაისვენებენ იტალიელი ბავშვები, სერბი ბავშვები და ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ბავშვები.